ქრისტი 10 კითხვაში თუ გამოიცნობ რა გახატია აი აქ თავზე, მაშინ იმ ნივთს გიყიდი რაც შენ თავზე გახატია. მზად ხარ? კი, მზად ვარ. თქვენ კიდე მანამდე გამოგვიწერეთ 200.000-მდე გვიკლია სულ ცოტა ხალხო. კარგი. ცოცხალი არსება ვარ? ცოცხალი არსება არ ხარ. მაშინ ტექნიკა ვარ? ტექნიკა ხარ? რა მაგარია? გააგრძელი, ქრისტი. ხშირად იყენებენ ამ ტექნიკას? ვინ როგორა? კი, სავარაუდოდ ხშირად იყენებენ ამ. გააგრძელი, ქრისტი, დასვი შენ მანამდე კითხვები. ბავშვები უფრო მეტად მიყენებენ? მე ვფიქრობ, რომ თანაბრად. თანაბრად, დიდებიც და ბავშვები დიდებიც და პატარები. დაგრჩა 6 კითხვა. 6. კარგი. ძვირიანი ტექნიკა ვარ? ძვირიანიც და იაფიანიც არსებობს. აჰა. რთულად არის საქმე. დიდი ტექნიკა ვარ? გააჩნია რას გულისხმობ დიდი. აი მაცი ვარ, საერთხი მანქანა, არა. კონდიციონერი რაღაც მსგავსი. არა. 4 კითხვა დაგრჩა. ტელეფონის ხელა ტექნიკა ვარ? არა. 3 კითხვა დაგრჩა. რა შეიძლება რომ ვიყო? არ ვიცი მე რა შეიძლება იყო. ჩემი ტექნიკის ბრენდი, ეხლა რაც ვარ. ამაზე სათამაშოები გემოს. თელს მსოფლიოში არის ცნობილი? შენი ტექნიკის ბრენდი? ხო. თელსოფლიოში არის ცნობილი, კი. ანუ კონკრეტული ბრენდი ვარ თუ უბრალოდ ტექნიკა ვარ რაღაცა? ამ შემთხვევაში კონკრეტული ბრენდიც ხარ და დაგრჩა 2 კითხვა. რა არის? ჩოპერი! სამზარეულოს ტექნიკა ვარ? სამზარეულოს ტექნიკა არ ხარ და დაგრჩა ბოლო კითხვა, ქრისტი. სამზარეულოს ტექნიკა არა, რატომ უნდა გეხატო საერთოდ მე ვხდები? მე რა ვიცი, გინდა დამახატე რომ ვერ გამოვიცი. არა, ნახეთ რა ლამაზი. აუ რა მაგარია, ამას რამდენი ხანია. ვარდისფერი აიფონი მახატია? გაქვს ვარდისფერი აიფონი. არა, მეთქი უბრალოდ ვარდისფერი. ქრისტი ბოლო კითხვას მაგაში იყენებ? არა, ვარდისფერი პლანშეტია? ჰა? ვარდისფერი პლანშეტია? არა და წააგე. რა ვარდისფერი პლანშეტი საიდან მოიტანე? აბა მონიტორი იყო? არც მონიტორი, რა მონიტორი, ქრისტი. აბა რა იყო ბიჭო? რა მნიშვნელობა აქვს რა იყო? მაინც აღარ გიტირი, იმიტომ რომ ვერ გამოიცა.